გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი ბრძანება ნევილის ასტროლოგიურ გვერდზე. დღეს გვექნება ექსპრეს გაშლა ინფორმაცია შენი მფარველისგან, ის რაც ამ მომენტისთვის საჭირო არის რომ იცოდე. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ. მაშას ადამი ვნახოთ ინფორმაცია თქვენთვის როგორი არის. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია, რაც არის ნაჩვენები, პირდაპირ მნიშვნელობით ინფორმაცია გეუბნებათ, რომ მეტად იყავით საკუთარ თავზე ორიენტირებული. მიიღეთ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა რეალური კუთხით. არ გქონდეთ რაღაც მომენტში გაზვიადებული მდგომარეობა, ნუ ფიქრობთ, რომ რაღაც მომენტში შეიძლება იყოთ მსხვერპლის პოზიციაში, რომ არსებული მელანქოლური მდგომარეობა უბრალოდ შესაძლებელია დიდხანს გაგიგრძელდეს. უფრო მეტად იყავი პოზიტიურად განწყობილი. მეტად ეცადე, რომ სიტუაციური კუთხით აკონტროლო შენი ემოციური მდგომარეობა, უფრო მეტად იყო ორიენტირებული პოზიტივზე, ხო? როგორც არ უნდა სირთულის მომენტები გქონდეს არსებულ პერიოდში, გახსოვდეს, რომ მხარდაჭერა შენი მფარველი ენერგიებისგან საკმაოდ ძლიერი არის. ერთადერთი მომენტი, რაც უფრო მეტად გჭირდება, რომ საკუთარ თავში დაამუშაო, მიიღო არსებული რეალობა ისეთი კუთხით, როგორიც არის, თავისი მინუსის მდგომარეობით, თავისი სირთულეების მდგომარეობით და როდესაც მიხვდები, რომ არამედ არ უნდა შეეწინააღმდეგო არსებულ სიტუაციას, არამედ უნდა ეცადო მის მოგვარებას, თუნდაც მტკივნეული გზების კუთხით, შესაბამისად სიტუაციები მერე უფრო მეტად მარტივად მართვადი გახდება. გქონდეს იმედი შენი მფარველობის, გქონდეს იმედი უკეთესი მდგომარეობის, როგორც არ უნდა სხვისი მხრიდან გქონდეს თვალის პოზიცია, ეგრეთ წოდებული შორის მომენტი, შენ ყველაფერი გამოგივა. მთავარი არის ყოველდღიურობაში გამოიყენო ინფორმაცია და საკუთარ თავში, ასე ვთქვათ, დარწმუნება, თუნდაც აფირმაციების სახით, თუნდაც გარკვეული კუთხით საკუთარი თავის შემოძახილი ერთგვარი სტიმულის მიცემა, რომ შენ ყველაფერი გამოგივა. როგორც არ უნდა პრობლემური თემა გქონდეს, მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერი არის. გახსოვდეს, რომ მამოძრავებელი ძალა ხარ თავადვე შენვე შეგიძლია შენი რეალობის შეცვლა უკეთესობისკენ. მეტი პოზიტივი, მეტი რწმენა და მეტი მოთხოვნა სამყაროსგან, რომ გქონდეს უფრო ძლიერი მფარველობა. აი ესეთი იყო არსებული ვარიანტებისთვის, ზოგადად ერთი ვარიანტის კუთხით ინფორმაცია, პირადისთვის დამიკავშირდით პირადში Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. ნახვამდის.